მოგესალმებით რადიო პოლიტიკისა და პალიტატივის ეთერშია ყველაზე საქმიანი გადაცემა თქვენ უსმენთ და უყურებთ საქმეს მე ვარ გიორგი კალანდაძე დღეს საქმე წარმოგიდგენთ მთავრობა თხილის წარმოების სტიმულირების პროგრამას იწყებს ტანკეტის მონაცემებით საკვები პროდუქტები და თამბაქო გაძვირდა და აპრილში კი ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა სანამ ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე გადავიდოდეთ და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს მოკლედ გაგესწრებთ თუ რა ხდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ბიზნესსა და ეკონომიკის სიახლეებს გაგესწრებთ VPN-ის საინფორმაციო ბლოკიდან გამომდინარე სასტატის მონაცემებით აპრილში წინასწრებთან შედარებით ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაზე, ქიმიურ წარმოებაზე, საკვებ პროდუქტებზე, სასმელების ჩათვლით და თამბაქოს წარმოებაზე იმავე წყაროსნობით 12-იან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე გადამამუშავებელი მრეწველობა და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება გადამამუშავებელი მრეწველობა ფასები გაიზარდა 11%-ით და სექციის ცვლილება ინდექსში პროცენტული ცვლილების საერთომაჩვენებელში 9% პუნქტი შეადგინა აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტების მათ შორის სასმელების ჩათვლით და თამბაქოს წარმოებაზე სულ მან შეადგინა 18%. წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა აპრილში უცხოეთთან ფულადი გზავნილების მოცულობა და მან 91 მილიონი დოლარი შეადგინა ამ თანხის 92%-ზე მეტი მოდის იმ 12 ქვეყანაზე საიდანაც გადმორიცხვების რაოდენობა არის 1 მილიონ დოლარზე მეტი ყველაზე მეტი გზავნილი შემოსულია რუსეთთან 37 მილიონი დოლარი საბერძნეთთან 13 მილიონი დოლარი და იტალიიდან 8 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი დღეს თბილისის მარიოტში მუშაობა დაიწყო საქართველოს-ავსტრიის ბიზნეს ფორუმმა, მისი ორგანიზატორია საავადმყოფო სამრეწველო პალატა, ავსტრიული დელეგაციის მიზანია ფორუმის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო გარემოსშესწავლა და საავადმყოფო საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება, მათი ინტერესების სფეროებია ენერგეტიკა, ელექტრომექანიკური მოწყობილობები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მშენებლობა და სამშენებლო მასალები, განათლება, ხორცის გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, საკონსულტაციო სექტორი, განათება, სახანძრო სისტემები, მანქანების ლიზინგი, ხელოვნური თოვლის სისტემები, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების სერვისები და ასე შემდეგ. პროგრამის საწარმოო საქართველოს ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი საწარმოო შეიქმნება ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით VPN-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროგრამის ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი ქონება საწარმოო შესაქმნელად შპს საკ ელექტროც სიმბოლურ ფასად გადაეცა სანაცვლოდ დაგეგმილია არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის საწარმოს ამოქმედება, სადაც დაახლოებით 30 ადამიანი დასაქმდება კომპანია ამისთვის 900,000-მდე ლარს დახარჯავს და წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში 45 ტონა ლერტოდის წარმოებას უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის ექსპორტი კავკასიის რეგიონში განხორციელდება. საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ქართლი შესაძლოა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსოს შესაბამის დოკუმენტს ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში მოეწერა ხელი. როგორც ენერგეტიკის სამინისტროში თქვეს, ბანკი განიხილავს პროექტის 25 მილიონი დოლარის დაფინანსებას. პროექტის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატი, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 87 მილიონი კილოვატ-საათი იქნება. შეგახსენებთ, რომ ევრობანკ საქართველოს ეკონომიკაში 2 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, სადაც 20% სწორედ ენერგეტიკაზე მოდის. VPN-ის ცნობით მიმდინარე წელს მსოფლიო მასშტაბით ინვესტორთა 53% ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს უძრავი ქონების სფეროში საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია CBRE-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ლონდონი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქია. ამავე წყაროსნობით მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორთა 53% ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს. კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა 38% საკუთარი რეგიონის გარეთ აპირებს ინვესტირებას, რაც 10%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე. გამოკითხულთა 31% ძირითად საინვესტიციო ბაზრად დასავლეთ ევროპას მიიჩნევს, 27% კი აზიის ბაზარი მიაჩნია ასეთად. ლონდონის შემდეგ ინვესტორთათვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქების ათეულში მოხვდნენ ტოკიო, სიდნეი, ნიუ-იორკი, პარიზი, მადრიდი, დალასი და სიეტლი. 2015 წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 0.4%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემის თანახმად. გასულ წელს ევროზონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა თანდათან უფრო სწრაფად ხდება, თუმცა გერმანიის ეკონომიკის ზრდამ ანალიტიკოსების პროგნოზები არ გაამართლა, კერძოდ ექსპერტები 0.5%-იან ზრდას ელოდებოდნენ, თუმცა 2015 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში აღნიშნულმა მაჩვენებელმა გერმანიაში მხოლოდ 0.3% შეადგინა, რაც შეეხება საფრანგეთს. ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2015 წელს პირველ კვარტალში ბოლო 2 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ 0.6%-ს მიაღწია. Tam ჩვენი თავი თემა.
მთავრობა თხილის წარმოების სტიმულირების პროგრამას იწყებს ამ მიზნით გასულ კვირას ანაკლიაში გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეთ მონაწილეობა მიიღეს თხილის მწარმოებელმა კომპანიებმა, ასევე სამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, როგორც შეხვედრაზე ეთქვა, საქართველოს თხილი არის უმსხვილესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საექსპორტო დარგი. შაშანდელთან შედარებით საქართველოს და თხილის ექსპორტის ჯამურ მახირებულებამ 183 მილიონი დოლარი შეადგინა, ზითაც ღვინის ექსპორტს გადააჭარბა და საქართველოს საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის გადაინაცვლა პირველ ადგილზე. საქართველოს თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების პირველ 10-ში შედის და თხილის წარმოება საქართველოში მცხოვრები 50,000-მდე საოჯახო ფერმერული მეურნეობისთვის შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. ამდენად მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების გარდა ამ დარგს საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის მოტანა შეუძლია. უფრო მეტი ელექტროდობური თხილის პროგრამის შესახებ ჩვენ დღევანდელი სტუმარი გვეტყვის წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს დავით გალეგაშვილს. მოგესალმებით ბატონ დავით. დიდი მადლობა რომ დაგვხვდით და მოხვდით ჩვენთან. თემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთვის, სადაც თხილის წარმოება რეალურად იქცა უკვე ნომერ პირველ აგრო მიმართულებად, ესე ვთქვათ. და სანაპირო კითხვას დავსვამდე, მანამდე შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონის ნომრებს 2017-139 ან 2018-139, ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები, დააგვირეკეთ ან დატოვეთ თქვენი შეკითხვები პალიტატივის ზოგადად www.palitativ.palitativ.g. ბატონო, უფრო სწორად რა წარმოადგენს ეს თხილის პროგრამა, ზოგადად რატო დაიგება თხილზე, ანუ რატო გამახვილეთ სამინისტრომ და მთავრობამ ზოგადად თხილთან დაკავშირებით აქცენტი და რას როგორ იქნება ჩართულობა თქვენი გადასახედიდან მოსახლეობის, რომელიც ამ საკითხით არის დაკავებული. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მთავრობამ წელს მთავარი ყურადღება გადაიტანა ექსპორტის ხელშეწყობაზე და სოფლის მეურნეობაში ასეთ დარგად შეირჩა თხილის წარმოება და მისი ექსპორტი უცხოეთის ქვეყნებში. თხილი ეს არის უპირველესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელმაც გაასწრო ყველა სხვას და ამჟამად მისგან შემოსული თანხები ასეულობით მილიონ ლარს აღემატება, ის უფრო მეტია ვიდრე ღვინიდან შემოსული თანხები, ამიტომ ჩვენი კონცენტრაცია ენერგიის ხდება ზუსტად თხილის განვითარებაზე. თხილი არის უნიკალური პროდუქტი ჩვენთვის, კიდევ ერთი კუთხითაც. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით მსოფლიოში წარმოებელთა და ექსპორტიორთა შორის მესამე-მეოთხე ქვეყანად. ჩვენზე წინ არის თურქეთი, იტალია, ხოლო დაახლოებით ჩვენმა წარმოებთ იმდეს, რამდენსაც ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე აზერბაიჯანის ოდნავ ჩამოგრჩება. მაგრამ პოტენციალი ქართული თხილისა მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ ეს დღეს გაგაჩნია. რამდენიმე წელიწადში, თქვათ 5 წელიწადში, 7 წელიწადში ჩვენი მიზნები შეადგენს მეორე ადგილზე გადასვლას და თურქეთის შემდეგ ჩვენ დავიკავებთ მეორე ადგილს თუ ყველაფერს განვახორციელებთ ისე, როგორც ეს პროგრამაში შემოცემული. ეს ნიშნავს არა უკვე 200 ან 300 მილიონ ლარს წელიწადში, როგორც ხდება ბოლო წლებში, არამედ ის გადააჭარბებს მილიარდ ლარსაც. საუბარია ექსპორტის ხელშეწყობაზე და არა მარტო თხილზე, რა თქმა უნდა, ზოგადად მრავალწლიან კულტურებზეც საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი ამ მიმართულებაზეც გააჩნია. არა მარტო თხილი, რა თქმა უნდა, საუბარია ციტრუსებზე, ნუჟზე, კაკალზე, კაკლოვანებზე და ასე შემდეგ. მაგრამ მათგან ჯერჯერობით თხილია მოწინავე. ჩვენი მიზნები შეადგენს, რომ არა მარტო კომპანიებმა, რომლებმაც თანამედროვე ქარხნები ააშენეს უკანასკნელ წლებში, მათ შორის შეღავათენი აგროსესხის ფარგლებშიც, არამედ მთელმა მოსახლეობამ თავისი შემოსავლები კიდევ უფრო გაზარდოს ამ პერიოდში, რომელიც დაიგეგმა დაახლოებით 5 წლის მანძილზე. ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ჩვენი მოქალაქეები დაახლოებით 50,000 ოჯახი ჩართულია ამ ბიზნესში და შემოსავალს იღებს რამოდენიმე 1000 წელიწადში, გააორმაგოს და გაასამაგოს ეს შემოსავლები არსებული პლანტაციებიდან, რომლებიც ჯერჯერობით სამწუხაროდ ჩამოუვარდებიან იგივე თურქეთში წარმოებულს, ხარისხობრივად, რაოდენობრივად 1 ჰექტარზე მოსავლიანობითაც და თოთ იტალიაშიც უფრო კარგი რეზულტატებია ვიდრე საქართველოში. ის კი არა და ცნობილი მსოფლიო კომპანიები, როგორიცაა Ferrero, კიდევ თურქული კომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, აწარმოებენ 1 ჰექტარზე დაახლოებით 3 ტონას და უფრო მეტს, ხოლო ქართული ოჯახები ტონას და უფრო ნაკლებს. აი ესეთი განსხვავებაა. კულტურა, ცოდნა მოიკოჭლებს და ამიტომ პროგრამის მთავარი მიმართულებაა, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც ამ საქმითაა დაინტერესებული, გადაუცეთ ის განათლება და ის ცოდნა, რომელიც მათ უკვე არსებულ პლანტაციებში საშუალებას მისცემს, რომ მეტი მოიყვანოს. აქ საუბარია აგროტექნოლოგიებზე, ტექნიკაზე და სხვადასხვა მიმართულებებზე. გარდა ამისა, ბიზნესი არ არის
შესაბამისად შესწავლილი და აღრიცხული, ანუ აღრიცხვიანობაც არა უმაღლეს დონეზე როგორც ეს ევროპაში ან ამერიკაშია ყველა ფერმერი ყოველწლიურად ანგარიშგებას წარუდგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეუბნება თუ რა უჭირს, რა ულხინს და აქედან იღებს დახმარებას მთავრობისგან. ჩვენ გვჭირდება რომ კომუნიკაცია მთავრობასა და მოსახლეობას შორის იყოს ორმხრივი და არა მხოლოდ ერთმხრივი, როგორც დღემდე ხდება, თქვათ მთავრობიდან დახმარების კუთხით. ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია თუ რა გაუჭირდა მცენარეს, ნიადაგს, რა არის საჭირო, როგორი ჯიშები უნდა გამოიყენოს მოსახლეობამ, რა დროს გასხლას, რა დროს მოკრიფოს ეს თხილი, როგორ შეინახოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რომ ჩამოთვალოთ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები, ხო? ობიექტური ფაქტორი ალბათ ის არის, რომ თქო ეს შედარებით ახალი მიმართულება არის ჩვენი აგროკულტურაზე, შეიძლება ბევრი რამე არ ვიცით, მაგრამ მithumetes არ ვიცით როგორ უნდა გავიტანოთ, თქო გარეთ და პირველ ეტაპზე ამით სარგებლობდნენ კი არის კიდევაც გადამყიდველები და შესაბამისად ადგილზე რჩებოდა მცირე თანხა და თქო უფრო დიდი თანხა მიდიოდა თქო მაჯიბეში, მაგრამ ამ გამოზე არ არის საუბარი. აი წმინდა სუბიექტური ფაქტორები რო ავიღოთ, თქო უფრო ობიექტური ფაქტორები ეს არის, მაგრამ სუბიექტური ფაქტორები თვითონ მოსახლეობას მზაობა როგორია ასეთ პროგრამებში მონაწილეობაზე, იმიტომ რომ როცა საუბრობდი თუ ეს ანუ მე რა მხედველობაში რომ ბევრისთვის ეს არის იცის რომ ეს არის შემოსავლის ძირითადი წყარო, მაგრამ ცოტა მეტი მუშაობა რაც თქვა კახეთზე და ვაზზე ლაპარაკი თქვა, სადაც უზარმაზარი ენერგია იდება, რომ ვაზი იყოს ძალიან კარგ მდგომარეობაში მოვლილი და იციან რაც ნიშნავს კარგად მოვლილი ვენახი, რომ ის უფრო მეტ შემოსავალს იძლევა და მეტი მოსავალი მოდის ასეთ შემთხვევაში, აი ამ რა ხდება ხო თხილის პლანტაციებში. ანუ რამდენად არიან ჩვენი ფერმერები მზად საიმისოთ, რომ უფრო მეტი რესურსი ჩადონ თავიანთი პლანტაციების მოსავლელად. ფერმერები ფიქრობ რომ არიან მზად, მაგრამ ამას სჭირდება სწორი ორგანიზაციული მოწყობა. არ შეიძლება რომ საქართველოში მაცხოვრებელი 700,000 ფერმერი ასე უწოდოთ მათ გახდეს უმაღლესი კლასის სპეციალისტი. ეს უნდა იყოს ორგანიზებული სხვანაირად. შეიძლება ერთ სოფელში საკმარისი იყოს ერთი კარგი აგროტექნოლოგი, ერთი კარგი ვეტერინარი და ეს ყველას მოემსახუროს. ამაზეა საუბარი. ყველა ვერ იქნება აკადემიკოსი თქვა თხილის წარმოებაში. ამიტომ ორგანიზაციული მართულებას მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი პირველი პილოტური პროექტი დაიწყება სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთ თემში, ამას ახლა ჩვენ ვარჩევთ მთავრობაზე უკვე მალე გავიტანთ ამ საკითხს რომ მოხდეს პირველი მრავალ წევრიანი კოოპერატივის დახმარება და დაფინანსება. საუბარია ასობით ადამიანის მიერ შექმნილ კოოპერაციაზე. მოგეხსენებათ ეს ტენდენცია ახალია, მაგრამ კოოპერატივში შედის 10 კაცი, 15 კაცი, ეს არის საერთო მაჩვენებელი საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 500-დან 1000 კაცამდე კოოპერაცია ხელს შეუწყობს, აი სულ რომ არაფერი არ დაუმატოს გლეხმა ფერმერმა თავის პლანტაციას. მარტო კარგად ორგანიზებული, ცოდნით მოკრეფილი, შენახული, დროზე გამშრალი არსებულ პირობებშიც კი 20-25%-ით გაძლიერს მათ შემოსავლებს. აქ საუბარია ამ პირობაზე. ჩვენ გეგმავთ რომ შევიძინოთ უმაღლესი ხარისხის საშრობი ტექნიკა, ასევე საწყობის საშუალება აუშენოთ ამ კოოპერატივს და დაუშვათ 800 კაციანი კოოპერაცია მოახერხებს არა მხოლოდ სახში, ან აივანზე შეინახოს თხილი და ამით კიდევ უფრო გააფუჭოს მისი ხარისხი, არამედ უმაღლესი დონის შესანახი საშუალება გაუჩნდეს მას, დროზე გააშროს. ეს ნიშნავს რომ უკვე არსებული თხილი ყოველგვარი დამატებითი ხარჯის და ენერგიის გარეშე მას მისცემს 20-25% მეტ შემოსავალს. აი ეს არის პირველი პილოტური პროექტი. გარდა ამისა, ჩვენ პირველივე კოოპერაციას მხარს დაუჭერთ უახლოეს თვეებში დრენაჟის სისტემის მოწყობით, რომელიც ასევე აუცილებელია. ეს დრენაჟის სისტემები არ არსებობს დაუშვათ გამართული დასავლეთ საქართველოში. ჩვენ ამას განვახორციელებთ ჩვენი ძალებით, სახელმწიფო თავის ძალებით. გარდა ამისა, გეგმავთ რომ თანამონაწილეობის გათვალისწინებით, ვისაც სურვილი ექნება, ნიადაგის ანალიზების დავაფინანსოთ. იმიტომ რომ თუ არ იცი რა მდგომარეობაშია შენი ნიადაგი, შენ არ იცი რა სასუქებით უნდა მოაზრიერო შენი პლანტაცია. ხდება სასუქების შეტანა თუ და რამდენად ეს გონივრულად ხდება ამის? არ ხდება გონივრულად. ჩვენთან როგორც წესი, მხოლოდ 5%-მა იცის თუ როგორი ნიადაგი აქვს, უმეტესობას ეს რაც გამოუკლევია, უკვე აცლეულებია, ის თუ არ გამოიკლია ადამიანმა ვერც წარმოიდგენ რა უნდა შეიტანო. კალიუმი გჭირდება, თუ სხვა აზოტი გჭირდება, თუ რა გჭირდება, ეს ზეპირად არ განისაზღვრება. მთელ მსოფლიოში ასეა მიღებული, რომ ადამიანებმა უკუგების, ანუ ანგარიშგების საფუძველზე აწვდიან ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებს, დაუშვათ თუ ამ მდგომარეობაშია მცენარეები, ნიადაგები და მთავრობას მათ ეხმარება
გამყარება ამის და მიხედვით. ამიტომ ჩვენ ამას ვნერგავთ როგორც თანამედროვე აგროტექნოლოგიას. რეკლამის დაწყებამდე მანამდე შევხსენებთ კიდევ ერთხელ ჩვენს ნომრებს მსმენელებს 237 139 238 139 დაგვირეკეთ. ჩვენ საუბრობთ თხილის წარმოების რეგულირების პროგრამაზე, რომელსაც მთავრობა უახლოეს პერიოდში დაიწყებს სამეგრელოდან. აი რომ ავიღოთ დღეს რაც წარმოადგენს საშუალო სტატისტიკური ქართული თხილის პლანტაცია, რა არის მთავარი მინუსები ამ ასეთი პლანტაციების? ჩვენ გვაქვს 44000 ჰექტარი პლანტაციებისა. აქედან 60%-ზე მეტი მოდის წვრილ ფერმერებზე. ჩვენს გლეხებზე სამეგრელოში ყველაზე მეტი, გურიაში, იმერეთის ზოგიერთ რაიონში, ასევე კახეთშიც. უმეტესობა გაშენებულია თავის დროზე არასწორად, არ არის დაცული ტექნოლოგიები, არ არის შესწავლილი ნიადაგები, არ უვლიან დროულად, არ სხლავენ ხარისხიანად, არ შეაქვთ საჭირო სასუქები ან პესტიციდები ამ პლანტაციებში და ასე შემდეგ. ეს არის არა მარტო თხილში, არამედ ზოგადად სოფლის მეურნეობაში დღეს კიდევ არსებული პრობლემატიკა. ჩვენ გვინდა რომ არა მხოლოდ ერთი დავუშვათ იაფიანის სესხით დავეხმაროთ, არამედ საუბარია თავიდან ბოლომდე ლაპარაკია უმაღლესი ხარისხის თხილის პროდუქციის მომზადებაზე და მათი პარტიებით ევროპაში ექსპორტირებაზე, რომელიც შესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. დღეს ჩვენი გაყიდვის ფასი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი ხარისხობრივი პოტენციალი გააჩნია ქართულ თხილს, მან შეიძლება ყოველსაც გიაჯობოს ამითი ის მაინც ჩამოვარდება თურქულს, იტალიურს და მისი ფასი დავუშვათ 15% ნაკლებია მსოფლიო ბაზარზე ვიდრე ამ ჩამოთვლილი ქვეყნების პროდუქციისა. ამიტომ ხარისხის კონტროლი, ლაბორატორიების შექმნა, რომელიც დაგეგმილია და თბილისში, ზუგდიდში, ასევე გურიაშიც დაფუძნდება წელსვე, ისინი დაეხმარებიან ჩვენ გლეხებს, რომ იცოდნენ ზუსტად როგორი თხილია საჭირო, როგორი მოთხოვნაა მსოფლიოში და ეს ყველაფერი მან დაეხმარება. ჩვენ ახლა გავთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ აუცილებლად დაგებულებით რამდენიმე წუთით შევისვენოთ და ასე რომ არ გადართოთ.